თქვენ ნახეთ ჩემი კოსმოდრომ ბაიკანურზე გადაღებული ვიდეოები. აი ახლა მე გიჩვენებთ რემბრენდინგი გავუკეთე კადრებს, რომელიც კოსმოდრომ ბაიკანურზე 1997 წელს მაქვს გადაღებული და აი ეს ხალხი, რომელიც მე იქ არ დამხვდა. მე თქვენ გიჩვენეთ ერთი ჩემი მეგობრის აივანი და გითხარით რომ აი აქ ცხოვრობდნენ ნეკრასოვები. აი ეს გახლავთ ოჯახის უფროსი სერგეი ნეკრასოვი და ახლა გამოვა მისი მეუღლე ელენა ნეკრასოვა დამირეკეს და წელს შეიძლება მესტუმრონ მათ აინტერესებთ ბათუმი. აი ასე აივნიდან აივანზე ვსაუბრობდით, მეოთხე სართულზე ვართ. ორივე უბრალოდ სხვადასხვა სადარბაზოში, მაგრამ იმდენად ახლო იყო, რომ ხანდახან აი ასედაც ვურთი ერთობდით. აი ასეთი სიტუაცია იყო ჩვენს იმ კორპუსში, სახლში, ეზოში, რომელიც მე თქვენ გიჩვენეთ. დიახ, აი ეს აივანი მე გიჩვენეთ თქვენ ცარიელი მეოთხე სართულზე, მესამე სადარბაზოში. ეს ჩემი ქალიშვილი ანა გახლავთ. მე მოგიყევით რომ ჩემი ბავშვები ამ ეზოში თამაშობდნენ მეთქი. გისოსები იცანით? ეს ჩემი გისოსები, რომელიც 30 წლის შემდეგაც კი ხელუხლებლად დამხვდა ადგილზე ჩასულს. აი ეს სადარბაზო, ну რა თქმა უნდა, ეხა კარები სხვა ეკი და უფრო გაულამაზებიათ კორპუსი. აი მაღაზია, რომელიც მე თქვენ გიჩვენეთ და ახლა იქ ეწერა სხვა რამ სიოდლე ადომა. აი კიდე მე გითხარით რომ აი აქ გქონდა მაღაზია კოლხიდა. ბატონო ჩემი კოლხიდა, თქვენ ახლა მას კადრში ხედავთ. ჩემო ბატონო, ну რა თქმა უნდა, ახლა უკეთესი შესასვლელი აქვს მას. აი ასეთი იყო შიგნიდან. ჩემო ბატონო, ჩემი კოლხიდა და აი ამ კოლხიდან მოგცა საშუალება გვეყიდა თბილისში. ბინა და დაუბრუნებულიყავით ჩვენ სამშობლოში. ეს კაფეს ანაყინეს გაჩვენეთ და ეს არის კარლენ ბაბაიანი, ვინც მე მიმასპინძლა წელს ჩასულს კოსმოდრომ ბაიკანურზე. ნუ მიღებო, მითხრა მერეო შენო იტყვიო რომ იქ მემწვადედ მყავდაო. აი ჩემი მეგობარი კარლენ ბაბაიანი. ერთი ღერი თეთრი არ ერია მაშინ თმაში და ეხლა პირიქით შავს ვერ უპოვი, ისიც ჩემი არ იყოს სულ გათეთრებულა. მე თქვენ უამრავი კადრი გიჩვენეთ. აი ასე კაფეს ანაყინეთი დაიწყო კარლენმა და მე მისი ობიექტები თქვენ გიჩვენეთ. მას ორი ძალიან დიდი მაღაზია აქვს ამ ქალაქში და არა მარტო. აი ასეთი გახლავთ კარლენ ბაბაიანი, ნინო წვინდელი სომეხი ეროვნების გახლავთ, ოქრო ადამიანი, რომელმაც უმაღლესი პატივი მცა, მიმიღო, შემიყვანა, მის გარეშე მე ამ ქალაქში ვერ მოხვდებოდი. ეს ჩემი ქალიშვილი ანუშკა, მე გითხარით რომ ამ ეზოში ხშირად თამაშობდნენ ერთად ჩვენი ბავშვები. გოგონები, იქ ერთი ყირგიზი ეროვნების ჩინარა გახლდათ, რომელმაც დანანებით ვკითხა, თქვენ მიემგზავრებითო აქედანო და კი მეთქი და აი ეს იყო ჩინარა უკან. ხო და ესე გამოდის რომ მე ცხოვრებაში ანას ვერაზროს ვერ ვნახავო. გითხარით ჩემ სახლზე ეწერა რომ სტარში დომა, ანუ დომკომი ამ სახლის ქავთარაძია მეთქი? აი შუბნიკოვის 7:56. დიახ. სად იყვნენ ზოგიერთები, მე რომ დომკომი ვიყავი. აი ასეთი გახლდათ ჩემი სახლი, ეს უკვე შიდა პერიმეტრია ჩვენი ბინის